ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენები კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, სახელმწიფო ჯილდოები ლაურეატებს ქვეყნის პრეზიდენტმა, მთავრობის მეთაურისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით გადასცა. პრეზიდენტის სასახლეში დაჯილდოების ცერემონიაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს ქვეყნის პირველმა პირებმა. პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პირველმა კანონმდებელმა აქცენტი ხელოვნების როლზე გააკეთეს და აღნიშნეს, რომ საქართველოში ხელოვნება ცოცხალი და თავისუფალია. იყო პირობაც, რომ სახელმწიფო ქართული კულტურის კიდევ უფრო აღორძინებისთვის ყველაფერს გააკეთებს. ეს ჯილდო ძალიან დიდ კულტურის მოღვაწეებს აქვთ მიღებული და რაღაცეთ მომერიდა. კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და გამორჩეული მიღწევებისთვის საქართველოს პრეზიდენტმა ხელოვნების სფეროს 25 წარმომადგენელი დააჯილდოვა. საზეიმო ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. მებედნიერი გაცვიაროთ ეს ილიასეული ბრწყინვალებების მამული ენა სარწმუნოება დღევანდელი ეროვნული ხელისუფლებისათვის არა მხოლოდ ლოზუნგია, არამედ ის სამოქმედო ორიენტირია, რამაც უნდა გაგვამცლიანოს, გაგვაერთიანოს და გაგვაძლიეროს. სახელმწიფო ჯილდო გადაეცათ მუსიკოსებს, კომპოზიტორებს, პოეტებს, რეჟისორებს, მოქანდაკეებს, ხატრობს და კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლებს. პრეზიდენტმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა. მიხეილ ყაბელაშვილმა მათი საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განსაკუთრებული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა. ყველა ეპოქას ყავს გამორჩეული გმირები, რომლებიც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის კიდევ უფრო გამდიდრებასა და მომავალი თაობებისთვის გადაცემაზე ზრუნავენ. დღეს სწორედ თქვენ ახართ ის ადამიანები, ვინც ეს საპატიო მისია იტვირთეთ და ამ საქვეყნო საქმეს ღირსეულად ასრულებთ. სწორედ ამიტომ ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ მაქვს შესაძლებლობა გაწეული ღვაწლისა და კულტურის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილისთვის ქართველი ხალხის და სახელმწიფოს სახელით ბრწყინვალების და ღირსების ორდენებით დაგაჯილდოვოთ. გილოცავთ კიდევ ერთხელ მთელიერის სახელით გიხდით მადლობას ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის. პრეზიდენტმა კულტურის სფეროს წარმომადგენლები პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით დააჯილდოვა. ღონისძიებას ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილთან და თინათინ რუხაძესთან ერთად დაესწრო. გასული საუკუნის 60-70-იან წლებში ჰქონდა კულტურული აღორძინების ხანა, როდესაც განსაკუთრებულად განვითარდა საქართველოში შემოქმედების ყველა სფერო. ამის შემდეგ იყო 90-იანი წლები, ამის შემდეგ იყო გარკვეული წლები, როდესაც ხელოვნურად ხდებოდა კულტურის სფეროს განადგურება და ამას ჰქონდა კონკრეტული პოლიტიკური მიზნები, ხელოვნურად იქმნებოდა ფსევდოელიტა და რეალურად არ ხდებოდა ზრუნა კულტურის განვითარებაზე, რამაც შექმნა საკმაოდ რთული მდგომარეობა ხელოვნების, კულტურის, შემოქმედების სფეროში. მე მინდა ყველას გესურვოთ ჩვენი კულტურის აღორძინება და ამაში რა თქმა უნდა თქვენ განსაკუთრებული როლი გაგესრიათ და ჩვენ მხრივ გავაკეთებთ ყველაფერს საქართველოს კულტურის მინისტრთან ერთად, კულტურის მოღვაწეებთან ერთად, თქვენგან ერთად იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ საქართველოში კულტურის განვითარებასა და ქართული კულტურის აღორძინებას. შეკრებილებს მიმართეს პარლამენტის თავმჯდომარემ და კულტურის მინისტრმა. მათ ისაუბრეს შემოქმედებისა და კულტურის სფეროს მნიშვნელოვან როლზე ქვეყნის განვითარებაში. დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი შეხსენება ყველასთვის, რომ საქართველოში ხელოვნება ცოცხალი და თავისუფალია, რომ ქართული ნიჭისა და ტალანტის გამოვლენას ფართო ასპარეზი გააჩნია. სახელმწიფო აფასებს კულტურისა და ხელოვნების იმ მიღწევებს, იმ შემოქმედებას, რომელსაც განსაკუთრებული და გამორჩეული წვლილი შეაქვს ჩვენს მრავალათასწლოვან სალაროში, რომელსაც ქართული კულტურა ეწოდება. თქვენზეა დამოკიდებული, როგორი იქნება საქართველოს ხვალინდელი დღე და საქართველოს ხვალინდელი სახე. იმიტომ რომ კულტურაში არ არსებობენ ჩემპიონები, კულტურაში არსებობს სიყვარული და თქვენ ეს სიყვარული ყველაზე კარგად იცით. კულტურა ემოციების სფეროა და სიყვარულს მსახურება და ქვეყნის სიყვარულისთვის მსახურება იმედია, რომ ეს მცირედით დაგიფასდათ დღეს და ხვალ გექნებათ სავსე დარბაზები, დიდი აპლოდისმენტები. კულტურის სფეროში გამორჩეული მიღწევებისთვის და საქართველოსთვის გაწეული აღმატებული ღვაწლისთვის ბრწყინვალების ორდენი დიმიტრი ღვთისიაშვილს, გიორგი ჯაფარიძეს, დავით მაღრაძეს, ჯემალ ბაღაშვილს და ლიანა სტურუას გადაეცათ. ხელოვნების სფეროს 20 წარმომადგენელს კი პრეზიდენტმა ღირსების ორდენი გადასცა.